მოგესალმებით კოლეგებო, კვორუმი არის, შეგვიძლია დავიწყოთ ბიუროს ხდომა. განსახილველ საკითხებში გვაქვს დაგროვებითი პენსიის შესახებ კანონშრომების პაკეტი პირველი მოსმენით, ზოგადი განათლების შესახებ კანონშრომების პაკეტი მესამე მოსმენით, პროკურატურის შესახებ კანონშრომების პაკეტი მესამე მოსმენით. ამატებული ასევე 31 საკითხად საგამოძიებო კომისიის მიერ გაწეული საქმიანობის შუალედური ანგარიში. რაც შეეხება ახალ საკანონმდებლო ინიციატივებს, უპირველეს ყოვლისა მიმდინარე კვირა არის ბოლო საგამოძიებო სესიის ბოლო პლენარნობის კვირა, გვაქვს სტატუტური გრაფიკი, როგორც განსახილველი საკითხების, ასევე არის რამდენიმე ახალი ინიციატივა დაჩქარებული წესით. ჩემი წინადადება არის, რომ ვინაიდან ბოლო კვირა არის და საჭირო არის ეფექტიანი მუშაობა, მხოლოდ წამყვან კომიტეტებს დავაწევთ კანონპროექტები და სურვილის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ნებისმიერ კომიტეტს შეგიძლიათ ცალკეც განიხილოთ, შეგიძლიათ წამყვან კომიტეტთან ერთად დაესწროთ და იქ მიიღოთ მონაწილეობა პროექტების განხილვაში, თუმცა იმისთვის, რომ ეფექტიანად გამოვიყენოთ დრო, წამყვან კომიტეტებზე გადავანაწილოთ კანონპროექტები. ასე რომ პირველი გახლავთ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ კანონშრომების საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტს. საფინანსო საბიუჯეტო დაჩქარებული წესით არის მოთხოვილი, გთხოვთ ხარდაჭერას, მადლობა. შემდეგი ზოგადი განათლების შესახებ კანონშრომები. განათლების მეცნიერების და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტს. აქაც დაჩქარებული, გთხოვთ ხარდაჭერას. შემდეგი საინვესტიციო ფონდების შესახებ კანონშრომები. საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი აქაც დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნა. გთხოვთ ხარდაჭერას, მადლობა. სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონშრომება. აქაც დაჩქარებულია წამყვანი ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი. ბატონო, გთხოვთ ხარდაჭერას, მადლობა. შემდეგი გახლავთ საერთო სასამართლოების შესახებ კანონშრომება. აქაც დაჩქარებულია იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი. გთხოვთ ხარდაჭერას, მადლობა. სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ. ჯანმრთელობის დაცვის კომიტეტი აქაც დაჩქარებულია მოთხოვნა. გთხოვთ აქაც ხარდაჭერას დაჩქარებულად განხილვაზე. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის შესახებ კანონშრომება. თავდაცვის და უშუალების კომიტეტი წამყვანი აქაც დაჩქარებული წესით მოთხოვნა. ბატონო, გთხოვთ ხარდაჭერას, მადლობა. მთავრობის სტრუქტურის უფლებამოსილების და საქმიანობის წესის შესახებ. ესეც თავდაცვის და უშუალების კომიტეტი. თავდაცვის კომიტეტი, გთხოვთ აქაც დაჩქარებულზე ხარდაჭერას, მადლობა. ბორჯომხარაგაულის დაცული ტერიტორიების შექმნა და მართვის შესახებ კანონშრომება. გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი აქაც დაჩქარებული. გარემო და დაჩქარებული, გთხოვთ ხარდაჭერას, მადლობა. და საფრანგეთის განვითარების სააგენტოსა და საქართველოს შორის დადებული შეთანხმების ცვლილება. საფინანსო საბიუჯეტო წამყვანი დარგობრივი ეკონომიკის, რეგიონული პოლიტიკის და საგარეო სავალდებულო დასკვნისთვის. აქ ეს დაჩქარებული არ არის, ხო? ხელშეკრულებაზე დაჩქარებული პრიორიტეტში არის, მაგრამ კი ბატონო, მაშინ აქ ჩვეულებრივი წესით წავალთ, მათ შორის სავალდებულო კომიტეტებიც. ისე ინფორმაციისთვის ამ კვირაში უნდათ თუ მოესწრება თუ მაშინ ეს ერთი მითია, კი ბატონო. ხოდა აქ არა მოესწრება თუ ხო თუ გინებავთ ერთი კომიტეტი მაშინ აქაც სამყარო კომიტეტმა განიხილოს აჯობებს საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტი განიხილოს. რაც შეეხება საორგანიზაციო საკითხებს, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის მომართვა კომუნიკაციის კომისიის ეროვნული კომისიის 2024 წლის ანგარიშის განხილვისათვის 30 დღით გაგრძელებასთან დაკავშირებით გთხოვთ ხარდაჭერას, მადლობა. და გვაქვს საპარლამენტო უმრავლესობის მომართვა. პარლამენტის წევრის ვარლამ ლიპარტელიანის საპარლამენტო უმრავლესობაში გაწევრიანების შესახებ და შესაბამისად საპარლამენტო უმრავლესობის ახალი წესი არის წარმოდგენილი. რეგისტრაციისთვის გთხოვთ ხარი დაუჭიროთ ამ შუალედობას. შემდეგი გახლავთ შესაბამისად ოპოზიციის წევრთა სიაც იცვლება და რეგისტრაციაში გავატაროთ ახალი სია. მადლობა. შემდეგი გახლავთ პარლამენტის წევრების მომართვა საექიმო საქმიანობის შესახებ კანონის დაჩქარებული წესით განხილვის შესახებ.
ხო ეს დაჩქერებული თქონდა და ამ კვირაში რომ განვიხილოთ წინა კვირაზე შეგქონდა და მოკლედ გავაცოცხლოთ ეს წინა პარლამენტში იყო ინიცირებული ამ პარლამენტმა გამოიტანა განსახილველი და ეხლა ითხოვენ ამ კვირაში პლენარულ კი ბატონო გთხოვთ გაუჩეროთ ხარი მადლობა და არის საგამოძიებო კომისიის მომართვა რომელიც ითხოვს უფლებამოსილების ვადის ასახულია გაგრძელებასთან დაკავშირებით და შუალედური ანგარიში ეს უკვე ასახულია მოცნობად ვიღებთ უარყოფით დასკვნას რეგიონული პოლიტიკის კომიტეტისა საკანონმდებლო წინადადებაზე ასევე ცნობად ვიღებთ ევროპელი სოციალისტების მომართვას ვალამ ლიპარტელიანის მიერ პოლიტიკური ჯგუფის დატოვების შესახებ და ასევე ცნობად ვიღებთ ევროპელ სოციალისტებში თავმჯდომარედ პოლიტიკური ჯგუფის თავმჯდომარედ ვლადიმერ ბოჟაძის არჩევის შესახებ ასევე ცნობად ვიღებთ ქართული ოცნების მომართვას ვალამ ლიპარტელიანის ქართული ოცნების ფრაქციაში გაწევრებასთან დაკავშირებით გარდა ამისა ქართული ოცნება წარადგინა გივი მიქანაძე საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში წევრად ცნობად ვიღებთ ასევე ცნობად ვიღებთ ვალამ ლიპარტელიანის გარემოს დაცვა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში გაწევრიანების შესახებ შემდეგი საკითხი ცნობად მისაღები გახლავთ კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის ანგარიში სომხეთში ვიზიტთან დაკავშირებით ასევე ინფორმაციისთვის წარმოდგენილია საპროცედურო საკითხთა წესების კომიტეტის ინფორმაცია პარლამენტის წევრის კითხვაზე რეაგირების შესახებ და ბოლო საკითხი გახლავთ საპროკურორო საბჭოს მომართვა გენერალური პროკურორის თანამდებობაზე ასარჩევად გიორგი გვარაკიძის კანდიდატურის წარდგენის შესახებ რომელიც გადაეცემა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს და შემდეგ პლენარულ ცნობაზე გამოვა. სხვა საკითხები თუ არ არის, ხვალ ბიურო დაგვჭირდება 12-ს რომ დააგდება 15 წუთი. დღევანდელი ცნობა, დიახ. ხო, მოკლედ კვირის განრიგს რაც შეეხება, ჩვენ 4-ვე დღე დაგვჭირდება სამუშაოდ, სამშაბათ, ოთხშაბათ, ხუთშაბათ, პარასკევი. გვიქნება მათ შორის დაჩქარებული კანონპროექტები, რომელიც ხუთშაბათს იქნება 2 კენჭისყრა საჭირო. რომლებზეც და შეიძლება 4 შაბათსაც დაგვჭირდეს 2 კენჭისყრა მანამდე დაჩქარებული კანონპროექტებისა რაც შეეხება ანგარიშებს ხვალ სამშაბათს იქნება ბატონი ანრი ოხანაშვილის ანგარიში სახელმწიფო საფრთხეების სამსახურის ხელმძღვანელის და პარასკევს იქნება პრემიერ-მინისტრის 27-ში იქნება პრემიერ-მინისტრის ანგარიში და ასევე ბიუჯეტის შესრულებაზე ამაზეც შევთანხმდეთ მე მგონი ან 4 შაბათი ან 5 შაბათი შეგვიძლია აღვოთ მე მგონი 5 შაბათს შეგვიძლია მაშინ ავიღოთ ბიუჯეტის შესრულების ანგარიში. კი ბატონო, ეს არის ჯერჯერობით რაც გვაქვს დღის წესრიგი, ბევრი კანონპროექტია განსახილველი და ხვალ პლენარულ ხომაზე უკვე ზუსტ განრიგსაც მოგახსენებთ, როგორ გადავანაწილეთ კანონპროექტებს დღეების მიხედვით. მადლობთ, ხტომა დახურულია.